ეგეც კიდევ ერთი მითი რა თუ არ ხარ ქორწინებაში არ შეიძლება, ანუ ეგრე ითვლება ჩვენ საზოგადოებაში, რა თუ არ ხარ გათხოვილი, არ შეიძლება ვაგინალური ეკოსკოპის ჩატარება, მენსტრუალური ჭექის გამოყენება და ტამპონის გამოყენება. თუმცა ეს აპკის მითი არის, რომ რაღაც ხალხს გონია, რომ რაღაც უნდა ჩაიხეს, გაიხეს და რაღაც აპკი აქვს მართლა ადამიანს და ის ანუ რეალურად ვერც მენსტრუაცია ვერ გამოვიდოდა გარეთ, პათოლოგიური აპკი რო ქონდეს, რომელიც მართლა საჭიროებს კურნალობას დეფლორაციის სახით, ან თუ დახურული აპკი, ან თუ არის ტიხრიანი აპკი, ან თუ არის რაღაც საწურივით ძალიან წვრილ ნახრეტებიანი აპკი, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში საშოს ზედა და ქვედა ნაწილების შეერთების შემდეგ არ გაიხსნა აპოპტოზის, ანუ უჯრედული პროგრამირებული სიკვდილის საშუალებით და შესაბამისად იქ რაღაც ნაფლეთი რო გრჩება და ყველას განსხვავებული გვაქვს, თუ არის თავის ადგილას ჩვეულებრივად, ისევე გამოიყურება როგორც სექსი რო ქონდეს 5 წელი, შესაბამისად ვერავინ ვერ მიხვდება ვერც ერთი გინეკოლოგი აპკის მიხედვით მაქვს თუ არა სექსი. და ანუ ეს დამხმარე საშუალებებიც ამ ჰაიმენს არაზიანებს, ანუ აპკი სადაც თავისთვის შეიძლება დაზიანდეს სიარულის დროსაც, შემდეგ ისევ შეხორცდეს, ფორმა შეიცვალოს, ანუ ეს მუდმივად ხდება. შესაბამისად არანაირი კავშირი წინააღმდეგ ჩვენება, ანუ ტამპონის ან ჭიქის გამოყენებას არ აქვს. ხო, იმ დროს შეიძლება გაჩნდა ჩვენს მენელებს კითხვა, რომ თუ პირველი სექსის დროს შეიძლება იყოს სისხლდენა დაზიანდეს ჰაიმენი ანუ აპკი. არ არის. არ ზიანდება ჩვეულებრივად თუ ქალბატონი საკუთარი ვულვისა და აპკის დათვალიერებას მიმართავს და საკუთარი საშოს ფორმას შეისწავლის, მიხვდება იმას, რომ ჩვეულებრივად შეუძლია ჭიქაც და ტამპონიც გამოიყენოს.